ხაზის რადიო. მოგესალმებით საზოგადოებრივი რადიოა ტალღაზე FM 102.4 პირდაპირ ეთერში რა თქმა უნდა და თქვენ უსმენთ უკვე პროექტ სახელწოდებით ხაზის რადიო. მე ეკა ვარ ტალახაძე, დღეს ოთხშაბათია და როგორც ყოველ ოთხშაბათს სტუდიაში მასპინძლობთ ჩემი კოლეგა ივანე ჯაფარიძე. დილამშვიდობის ბატონო. მოგესალმებით. რა თქმა უნდა მისალმებისას ტრადიციულია, ჩვენს მსმენელს ბუნებრივია უკვე აღარ ჭირდება ამ ყველაფრის შეხსენება. ხანდახან აქეთ გვახსენებენ ხოლმე ტელეფონის ნომერი არა. დარეკავენ და უკვე მივხვდით რომ არ გამოგვიცხადებია, მაგრამ მაინც 240-919 ან 240-922 ნებისმიერ დროს, როცა სურვილი გაგიჩნდებათ, დაგვირეკეთ და იყავით ჩვენთან ერთად ინტერნეტ სივრცეშიც მსოფლიო გლობალურ ქსელში, კი ბატონო, რატომაც არა, რადიო 1.g ესტუმრეთ ამ საიტს და გნებავთ აუდიო, გნებავთ ვიდეო ფორმატით განაგრძეთ ჩვენთან ურთიერთობა. ხაზის რადიო. ოთხშაბათი ვისაუბრებთ წარსულისა და აწმყოს სულიერ კავშირებზე, კულტურასა და ხელოვნებაზე, წერლობაზე, პოეზიაზე, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებზე, ძველ ტაძრებსა თუ ციხესიმაგრეებზე, ნიჭიერ გამრჯი ადამიანებზე. ივანე ჯაფარიძე. ხაზის რადიო. განსაკუთრებულად მიყვარს ხოლმე ბატონო რაღა დაგიმალოთ და როდესაც ნიჭიერ გამრჯე საინტერესო შემოქმედ ადამიანებს ვიწევთ ამ სტუდიაში ეს ერთია, მაგრამ როცა განსაკუთრებული მიზეზია ხოლმე ეს მეორე, იმიტომ რომ ერთგვარად ჩვენც ხდებით იმ დღესასწაულის თანაზიარი გულით და საქმით. დავიწყოთ მაშინ სწორედ მაგ მეორე ვარიანტიდან. მოგესალმებით ძვირფასო რადიოსმენელებო, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, ქართული კულტურის დესპანი, გალაქტიონ ტაბიძის, დავით აღმაშენებლის, ნიკო ლოტკიფანიძის და ივანე მაჩაბლის პრემიების ლაურეატი, პოეტი დავით ტაკიძე შემოქმედელი. დღეს ბატონი დავითის დაბადების დღეა და თქვენთან ერთად მე მინდა მიულოცო მას ღერძელობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, უსურვო, ყველაფერი სიკეთე და რაც თავარია იმ საქმეში, რაშიც ის მოღვაწეობს და საკმაოდ ნაყოფიერად და უხმაუროდ, მინდა უსურვო წარმატებები. მოგეხსენებათ, ბატონი დავით შემოქმედელი გახლავთ რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი. რუსთაველის საზოგადოებას ძალიან დიდი ტრადიცია გააჩნია. შეიძლება ითქვას, მან თავის დროზე ეპოქაც შექმნა, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია არაპოლიტიკური, სწორედ იმ ეროვნული აღმავლობის და აღზევების პერიოდში და აი ეს ესტაფეტა ბატონ დავითს ერგოდა. ისიც მინდა ვთქვა, რომ საზოგადოების დიდი ინტერესი წევს საერთოდ ზოგადად რუსთაველის საზოგადოების საქმიანობა და რასაკვირველია ჩვენ ამის შესახებაც ვისაუბრებთ. ისტორიასაც გავიხსენებთ, დღევანდელობასაც შევეხებით და სამომავლო პერსპექტივებზეც გვეტყვის ბატონი დავითი. მაინც ბოლოში მოიტოვეთ ის, რითიც დაიწყო. ასევე არ მინდა ვთქვათ ისე გაუშვა, რომ ბატონმა დავითმა რამდენიმე ფრაგმენტი არ წაგვიკითხოს იმ ახლად გამოსული შეიძლება ითქვას აღარ არის, უკვე 2 წელი გავიდა, მაგრამ მან ერთომეული გამოსცა, ხსოვნის ანაბეჭდები ჰქვია მას. და მთელი თავის შემოქმედება შეიძლება ასე ითქვას, ეს არის პოემები, ესეები, ლექსები, წერილები, ყველაფერია შესული შიგ და ამის შესახებაც და რამდენიმე ფრაგმენტს მეც წავიკითხავ თქვენ გნებავთ. კი ბატონო. ბატონო, ერთი მინდა თქვენც გკითხოთ და თქვენც ბატონო დავით, ჩვენ რომ შემოქმეdelis გარეშე წარგვეთკინეთ ახლა აუდიტორიის წინაშე ბევრი ამოგიცნობდათ. ისე შეეზარდა უკვე თქვენ სახელს დავით შემოქმედელი, რომ თითქოს გვარი კაცია გვერდზე. ხო, რა ვიცი, ეგ ცოტა ისეთი ხმარობა თან ალბათ უფრო შემოქმედელი შემოდის, მაგრამ ძველთაობას ვინც მე სიყმიდან ბუნებრივია მიდის, მაგრამ ყველა წინში მაის
ყველა წიგნის ბოლოში გვარს მაინც ტოვებ ყოველთვის. ფსევდონიმი, მაგრამ ბიოგრაფიულ მომენტში გვარს ხასე. არა, ფსევდონიმისაც თავის დატვირთვა ის ძალიან ბევრ ამას მოიწონს, შემოქმედელი როა, სწორედ შემოქმედია მისი სოფელი, არა? დიახ. და არ მიგვილოცავს ბატონო. მე მიულოცე და არა, ბრძანეთ მიგულოცავ და არ მიგვილოცავ. ულოცავ. აბადების დღეს გიყავ. მიერებას და განხილვას. დიდი მადლობა, უმოში მადლობა ჩემს ფირფას მეგობრებს და იმ ფირფას საქმიანობას რომელსაც თქვენ ეწევით, ქართული კულტურისათვის ეს მართლაც დასაფასებელია. მე მრავალჯერ ყოფილი ვარ აქ და ყოველთვის ამაღლებული განწყობილებით წავსულ ვარ. მსმენელი თუ ბრძანდებით ბატონო დავით, აუცილებლად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ მეცია სტუმრის ამპლუაში ამ სტუდიაში. გასაგებია, ყოველთვის ვერ ვახერხებ მართალი კითხრა, მაგრამ ხანდახან ვცდილობ რომ მოусმინო და სასიამოვნო ჩართვები გაქვთ, სასიამოვნო დიალოგია და ძალიან ისეთ პრობლემებს ეხებით, რაც ძალიან კულტურის და სხვადასხვა პრობლემებს ეხება და ეს. მაშინ იქნებ ის გაიხსენოთ საერთოდაც როდიდან იწყება თქვენი როგორც მსმენელის ისტორია? ამ რადიოსთან ურთიერთობა. მსმენელის ისტორია ეს გურიაში პატარა ბიჭი რო ვიყავით, მაშინ ჩვენ გქონდა რადიო, ძველებური რადიო, საბჭოური გამოცემის. როგორ გამოიყურებოდა? ესეთი ყუთი იყო, რაღაცა წინ ესეთი შინდისფერი, ესეთი ხასოლებიანი ის იყო და ესეთი დიდი გადასაბრუნებელი ის ჰქონდა და სატრიალებელი რაღაცა ჰქონდა და აი ეს ხმა რო შემოდიოდა შინ ესე იგი ჩვენი მაშინდელი დიდი ყორიფეები შეიძლება ასე ვთქვათ, ქეთევანლანდია, ახლახან გარდაიცვალა ჯემალი, ხო, მელხაძე ბოლოს ჩემი მეგობარიც გახდა და ხშირად ჩემ შემოქმედების პოპულარიზატორი და მათ ჰქონდათ რაღაცა ისეთი ხავერდოვანი ხმები, სხვანაირი ბგერა მათი იყო ძალიან მაღალ რეგისტრში და ძალიან ზუსტი, ისეთი რომ სპექტაკლები გადიოდა. ესე იგი სატელევიზიო სპექტაკლები იყო და ისეთი ემოციით უყურებდი ამ სპექტაკლებს და როგორც აი დაძაბული, შემდეგ ისეთი დაძაბულობა, ვთქვათ, დიდ სცენაზეც რომ მინახავ სპექტაკლები და მაღალი კულტურა იყო საკმაოდ. რაც სამწუხაროდ დღევანდელ ტელესივრცეში და სხვა სივრცეში მეტყველების კულტურა დაიკარგა და მაშინ აი მარტო ბგერა როდესაც არის, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტონაციას და ყველაფერს. გარდა წამყვანებისა, ამ რადიოს ჰქონდა კიდე თავის ხიბლი იმითაც, რომ მართლაც კორიფეები, გამოჩენილი ქართველი მსახიობები სიხარულით გამორბოდნენ რადიოში, რომ ამა თუ იმ მწერლის თქვათ ნაწარმოები, პოეტური ქმნილება იქნებოდა თუ პროზაული წაეკითხათ და რადიოს ოქროს ფონდი ამით საკმაოდ მდიდარია და ეხლა მარტო რო გავიხსენოთ თქვათ ეროსი მანჯგალაძე, ტარიელ საყვარელიძე, დიშერ მაღალაშვილი, გურამ სახარაძე, მედია ჩახავა და აღარ ვაბობ მე აკაკი ხორავაზე და აკაკი ვასაძეზე და ვერიკო ანჯაფარიძეზე და აი ამ მართლაც კორიფეებზე ეხლა დათო ცოტა უმცროსია ჩემზე, მაგრამ მე თუ რადიო მიყვარს და თუ თეატრი მიყვარს, შემაყვარა ისევ რადიო, იმიტომ რომ 1951 წლიდან ვარ მსმენელი რადიოსი და ახლა იმ დროს როგორ ვიფიქრები, თქვათ, რომ მე შეიძლება მე რადიოში ყოფილიყავი და აი ის ამპლუა, რომელიც აი დიდ გამოჩენილ მოღვაწეებს ჰქონდა, მე მქონოდა. ერთია ბატონო, თქვენ მსახიობები ახსენეთ და საერთოდაც ბატონო დავით მოგვიტევეთ, ახლა თქვენი ეთერია, მაგრამ წელს ჩვენს რადიოს 90 წელი უსრულდება და არასდროს არ დავიღლები არც ერთ წელიწადს ამ ჩვენი რადიოს ისტორიის კიდევ და კიდევ შეხსენებით, თუ ჩვენთვის, თუ დანარჩენი აუდიტორიისთვის. იგივე მწერლები, ლიტერატორები, კომპოზიტორები, ყველა ვინც ქმნიდა ქართულ კულტურას, ყველა გარკვეულწილად და დიდი ხნის მანძილზე თანამშრომლობდა. ეხლა აი არაჩვეულებრივი ის არის პირდაპირ გურიდან გვეხმიანება გურული კაცი, პოეტი და შემოქმედი. ლოგიკური იყო. მოგესალმებით ბატონო ჯემალ. ალო, მოგესალმებით ბატონო ჯემალ, გესმით ჩვენი ხმა? გათიშულა არა უშავს შემოგვეხმიანება დარწმუნებული ვარ 240 91 92 ან 240 92 92 ეს არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრები და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ დავით შემოქმედელი. ბატონო დავით, დავიწყოთ
რუსთაველის საზოგადოების მცირე ისტორია მაინც გავახსენოთ ხალხს საზოგადოებას. ჯერ კიდევ 2009 წელს გრიგორ რობაქიძემ შექმნა ესე იგი რუსთაველის საზოგადოება პირველი, მაგრამ დიდხანს არ უსარგებლია. არ უარსებია ჩემო ბატონო ბატიეთ. ხო და შემდეგ, როდესაც საქართველოში იყო ესე იგი ეს ეროვნულ რომანტიკული განმათავისუფლებელი მოძრაობა, ესა 90-იანი წლების ბოლოს და მთელი ქართული საზოგადოება არის თქვათ გულანთებული პატრიოტული მოძრაობა მიდის და აი ამ შემთხვევისათვის დროს გახდა უკვე აუცილებლობა იმისა, რომ ყოფილიყო კულტურულ საზოგადოებრივ საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც შეძლებდა აი ამ პატრიოტული მუხტს ინტელექტუალურ ხარისხში აიყვანა. და მაშინ პირველი ესე იგი ეს იყო საზოგადოება ლეგიტიმური საზოგადოება იყო, ლეგიტიმური. მანამდე ყველანი ჩვენ ვიყავით არაფორმალები და ჩვენი შესაძლებლობით ვცდილობდით რომ ეროვნული მოძრაობის გვერდით ყოფილიყავით. შეიქმნა ეს ორგანიზაცია 99 წლის ბოლოს და მისი პირველი პრეზიდენტი გახდათ ირაკლი აბაშიძე. მაშინ მთელი საქართველო იყო თითქმის გაერთიანებული ამ საზოგადოებაში, ქართული კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის და ყველა სფეროს კორიფეები გახდათ მის შემადგენლობაში. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე ხანი და შემდეგ ძალიან დიდი უკვე ეს დაძაბულობის პიკიც იზრდებოდა, ეროვნული მოძრაობაც ვითარდებოდა თანდათანობით და შემდეგ უკვე ფილარმონიაში დიდი ყრილობა და იმ ყრილობაზე აირჩიეს დიდი ერისკაცი, დიდი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ჩემი სულიერი მამა მასწავლებელი მთელი ცხოვრების მანძილზე ბატონი აკაკი ბაქრაძე, რომლის სახელთან არის განივთებული რუსთაველის საზოგადოება. აი ამ პერიოდში რელიგიურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა ჩვენი დიდი სულიერი საჭეთ ყრობელი ერის სულიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ხოლო რუსთველოგიურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა ბატონი ზვიად გამსახურდია. და მაშინ მთელი საზოგადოების ყურადღება იყო მიყრობილი რუსთაველის საზოგადოებისაკენ და მოგეხსენებათ, მან გაიარა სხვადასხვა ეტაპები, იყო პოლიტიკური ორგანიზაციაც, იყო საზოგადოებრივ პოლიტიკური და ახლა უფრო მეტად არის კულტურული ორგანიზაცია, კულტურული, როგორც არის გოეთეს საზოგადოება, შექსპირის, დანტეს და პეტრარკას საზოგადოება. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა თავისი აღმავლობისა და კრიზისის პერიოდები, ასევე რუსთაველის საზოგადოებას ჰქონდა თავისი აღმავლობა და თავისი კრიზისის პერიოდები. ჩვენ ძალიან ბევრი საქმეები გვაქვს წარსულში გაკეთებული, ორი სიტყვით ვიტყვით, რომ როდესაც სვანეთში მოხდა დიდი მიწისძვრა და ასევე აჭარაში ჩვენ ესე იგი მაშინ წამოვიწყეთ ძალიან დიდი აქცია და აი ამ ოჯახებისთვის ესე იგი ვასრულებ არ დაგავიწყდეთ განვაგრძოთ საუბარი გურიდან ბატონი ჯემალ დობორჯგინიძე გვეხმიანება. მოგესალმებით ბატონო ჯემალ. დილამშვიდობის ალბატონე ბატონოვანო ჩემო დათო ყველაფერ კაის გისურვებ. მადლობ ჩემო ჯემალ, მადლობ, გაიხარე, დიდებული კაცი. ხარია შენი ეთერში გამოსვლა. და გურიაში მამა ბაბუს სახში ვარ გადარა სამწუხაროა ბავშვებს თქვა გურიაში გლები მომრავლდნენ და შუს ყველი ძროღავგელბაშები ჭაბად. რასო ძალიან ცუდია. ღმერთმა გვიშოროს კიდე რო ქვეყანაში არ იყოს გლები და გლები ისედაც. შემოდათო შენ გაიხარე და შემოქმედები წარმატებებს გისურვებ და თბილისში იშვიათად ჩამოვდივარ და შენი წიგნები ახალი მე არ მაქვს. ახალ წიგნებზე მუშაობა 10 წიგნი და 8 საბავშვოა და 2 წიგნი მომზადებული მაქვს. ახლა და რაღაცა თახა თუ მოიპოვე დავესწავ და გაიხარეთ. და ავაყება გურიას დაწო დაგიძრო ყავს ასეთი შესანიშნავი პოეტი და ჩემი მეგობარი და ყველაფერს შეკეთეს გისურვებ. შენი ოჯახით, შენი მომავლით გაიხარე და კარგი ლექსები გაუახარე და რა შეეხება რუსთაველის საზოგადოებას, ეს საზოგადოება დაღორწინდეს და რაიონებში და ყველგან უნდა იყოს მისი წარმომადგენლობა და რუსთაველი გენიოსი პოეტი არის და მისი ნაწარმოების ზეპირად ინციტის აესეთი ხალხი უნდა მომრავლდეს. ძველად ხალხმა წერა კითხვა არ იცოდა და რუსთაველის შოქოს თოსანის ზეპირად იცოდა მაინც სწავლობდნენ და
მეცმა დაგლოცოთ გაიხარეთ ამ გადაცემას. დიდი მადლობა. დიდ საქმეს აკეთებთ ქართულ კულტურას ემსახურებით მანდ და მით უმეტეს საბავშვო ლიტერატურაში მოღვაწეობა კაცილებით დასაფასებელია და გმადლობთ ჩემოჩემას. კან საზოგადოების წვლილზე საუბრობდით ბოლო პერიოდში რაც ხო და ჩვენ ესე იგი დაახლოებით ძალიან დიდი რაოდენობის ოჯახებისთვის 80,000 ოჯახამდე ეს მარნეული, დმანისი, ახალქალაქი, ასპინძა შევისყიდეთ ბინები და გადავეცით ქართულ მოსახლეობას და იქ დემოგრაფიული სიტუაცია გაჯანსაღდა. ეს იყო ძალიან დიდი ნაბიჯი და დღეს თუ იქ ქართული სული ტრიალებს, აი ეს მომენტი არის გასათვალისწინებელი და ახლა მე მას ვერ ვიტყვი რომ კიდე კარგიო რომ ეს სტიქია და უბედურება მოხდავა, მაგრამ ერთი მხრივ ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა სწორედ იმ ტერიტორიების და იმ რაიონების გაქართულებისთვის, რაზედაც თქვენ ბრძანებით. მე მოწვე ვარ მაგის, მინახავს, ჩავსულ ვარ არაერთხელ იქ და მარტო დმანისის მაგალითი რო ავიღოთ ჩვენ როგორ გაქართულდა დმანისი, რომელიც იქაურ ზოგიერთი მაცხოვრებელი აღარ თვლიდა საქართველოს ნაწილად, აი ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა და მე ვიყავი სწორედ პირველი, ვინც ქართული სიმღერის ანსამბლი რო შეიქმნა, ის ჩავწერე და პირველი სპექტაკლები, რომელიც დმანისში დაიდგა ქალბატონის ზინა კვერენჩხილაძის ხელმძღვანელობით, ჩვენი ჯემალ მონიევას მონაწილეობით ნათელი დაადგეს ოთავეს სულს დიდებული ისტორია იყო ბატონ კარლო საკანდელიძესთან ერთად, რომ ოთარ ჩხეიძის ვისი რომ დადგეს იქ და გაგიხარდებათ ოჯახი არ იყო სვანეთიდან ჩასახლებული, რომ 4 შვილზე ნაკლები ყოლოდა ვინმეს. დიახ, და მეორე მდგომარეობას გამოვყოფ, როდესაც ამაჩაბლოში და აფხაზეთში ეს ტრაგიკული მოვლენები მოხდა. იმასაც ვიტყვი, რომ ბატონი აკაკი იყო იდეების გენერატორი, მას შეეძლო რაღაცა მასშტაბური აზროვნება ჰქონდა, რომელიც ხედავდა პრობლემას ძალიან ღრმად, ანალიტიკურად, სააზროვნო სივრცით და მაშინ ერთ-ერთი ის იყო, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ვისაც ჰქონდათ რაიმე ოჯახში დასაცმელი, საკვები, ყველაფერი და უსამაზარი რაოდენობის გამოვიდა და იმ გაუბედურებულ ხალხს მაშინ ჩვენ ესე იგი მიუსწარით სულზე, რომ დაიღუპებოდნენ, ესე იგი ამისთვის მაშინ ის მექანიზმი არ იყო სახელმწიფო მექანიზმი სოციალური დაცვის და აი ეს ერთხელ მე თვითონ ვარ მონაწილე მაგით, რომ რამდენიმე ჯერ მანქანებით წავიღეთ მანქანებით და დაურიგეთ იქაურ მოსახლეობას. საერთოდ აკაკი ამბობდა, რომ ყველაზე უმადურობა არის საზოგადო მოღვაწეობა. ყველაფერი დანახულია, თქვა, ყველაფერი ხედავს, მაგრამ თვითონ საზოგადო მოღვაწეობა ნაკლებად ჩანს და ზოგჯერ უმადურობაც ხდება. სხვა საკითხია. ხაზის რადიო. ეხლა თქონდა ხაზის რადიო ტალღაზე FM-102 და 4 და პირდაპირ ეთერის რეჟიმში, რომლის სტუმარიც დღეს გახლავთ დავით შემოქმედელი და ბატონო ხომარ დავიწყოთ ახლა შემოვიტანოთ თემა დავით შემოქმედელი პოეტი. პირველ რიგში ჯერ მაინც ვთქვათ საზოგადოების საქმიანობაზე. ეხლა მე მაინც არ შემიძლია ვთქვა, რომ რუსთაველის საზოგადოება ქალაქის ცენტრში იყო, თქვათ აი ბოლოს დომს ვიასწორებ ეძახით ჩვენ ყოფილ კავშირგაბმულობის სახლში. მაინც რუსთაველი იყო, რუსთაველის პროსპექტზე საზოგადოების უდიდესი ნაწილი შედიოდა, გამოდიოდა რაღაც უფრო აქტიური და ეხლა ცოტა მოშორებით არის. მოშორებით ერთია, მაგრამ თან რუსთაველმაც დაკარგა ის დატვირთვა და სული. მაგაზე ვისაუბროთ, მსმენელია ხაზზე შემოუშვათ და განვალოთ. გისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით. გილოცავთ ყველა საქრისტიანო დღესასწაულს. როგორც ყოველთვის გაქვთ ის შესანიშნავი გადაცემა, მაგრამ განსაკუთრებით აი ესეთი დამაბრუნა წარსულში თქვენი სტუმარი ულოცავთ დაბადების დღეს, რომ საუბრობს რუსთაველის საზოგადოების შექმნაზე იმ დროიდან თითქმის ეს ის პერიოდი იყო, როცა იწყებოდა ეროვნული გამოღვიძება. და ის ჰიმნი, როგორ ჰიმნი იყო, ის აკაკი ბაქრაძე, გაზეთი მამულიც ხომ გამოდი
რადიო და ეხლაც მაქვს მისი ნომრები შენახული. გაიხარეთ მახსოვს კარიო ჭანტურია. კი ბატონო, კი ბატონო. იყო კი ჩვენის სკოლელი იყო და რედაქტორი გახლეს. ძალიან დიდი როლი შეასრულა. აი ეროვნული ვერცეთ ნომერს ვერ გამოტოვებდი, რომ არ წაგეკითხა. ნუ გამოწერილი ქონდა. დიახ და აი იმ შეგროვებაში რო ბრძანეთ თქვენ, მე მახსოვს ვედი, მაშინ ჯერ კიდევ გაჭირვება აქეთ არ იყო დაწყებული და ისეთი კარგი რაღაცები შევაგროვეთ, მაგრამ მე ახლა მაინტერესებს დღევანდელი გადასახედიდან რუსთაველის საზოგადოებას როგორი გეგმები გაქვს და ალბათ კი მერიდება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მეორდები რადიოში. ქართული ენა რომ არის აი დღეს ასეთ მდგომარეობაში და არ მიმდინარეობს უცხო სიტყვების გაქართულება და პირდაპირ ესევე ჟურნალისტები და ისინი ის სიტყვებიც რაც იყო დამკვიდრებული ისიც კი გააგდეს თუნდაც მაგალითად კონკურსი ავიღო აი ძალიან კარგი იქნებოდა რუსთაველის საზოგადოებას ისე ვისე ამოეღო ხმალი და აი ჩავდგომოდა მე პასუხობენ ხოლმე მაგისთვის არის ლექსიკოლოგი განა რამდენი ლექსიკოლოგი მოერევა მაგას ყოფილიყო ილია ჭავჭავაძე ნიკო ნიკოლაძე და აქ ერთობა უნდა იყოს საზოგადოების ასე შემდეგ არის მის მწერლების ხმა და მე მოგესალმებით ეს არის არაჩვეულებრივი საზოგადოება რომელმაც დიდი როლი შეასრულა აი ისეთი ადამიანების როგორიც თქვა რომ არაფერი არ მესმოდა ისტორიაში რა ხდებოდა გამოღვიძებაში ახლა ცრემლით კი მომადგა წარმატებას გისურვებ და ჯანმრთელობა დიდი მადლობა რამდენიმე თემა გამოიკვეთა კი ბატონო და გეტყვით ესე იგი მადლობთ ხალბატონო რომ ჩვენი ისტორიის ამ მეტად ტკივნეული და მეტად რომანტიკული და მეტად რთული პერიოდის მონაწილე ხართ და ასე ჩვენი თანამდგომი იყავით მოგეხსენებათ რომ მე ვთქვი რომ პერიოდები იყო აღმავლობისა და დაღმავლობის და ჩვენ დღეს რუსთაველის საზოგადოებაში არის რამდენიმე კომიტეტი არის თქვენ ახლა გამახვილა ხალბატონმა ყურადღება ქართულ ენაზე ყვავს ქართული ენისა და ლიტერატურის კომიტეტი რომელსაც ჩვენი ცნობილი მეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი ხელმძღვანელობს ჩვენს კომიტეტში ასევე არიან ბატონო დავით თავარი მაინც ერთი არის რასაკვირველია გავაგრძელებთ ჩვენ და გოგიცაც შევეხებით და სხვა კომიტეტებსაც მაგრამ თავარია ერთი ახლა ამას მინდა მე ხაზი გავუსვა რომ საზოგადოება მიცოდეს ჩვენ რა კატაკლიზმებიც გავიარეთ და რაც გადავიტანეთ ახლა ამ ორ ტრიალში მარტო ის ფაქტი რომ გადარჩა რუსთაველის საზოგადოება და შევინარჩუნეთ რუსთაველის საზოგადოება ეს არის უდიდესი საქმე იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს ეს იყო დახურვის პირას ეს იყო შეიძლება განადგურების პირას შეიძლება ჩვენ ესე თქვენ რო თქვით არ მინდა საზოგადოებას აყოფაცხოვრებოდ საკითხებით გადავღალო მაგრამ რო თქვით გადარჩენაზე ჩვენ ესე იგი ჯერ ვიყავით ჩვენ პირველებმა ყოფილ საბჭოთა კავშირში და ეს დიდი აკაკი ბახრაძის იდეა იყო რომ საადგილამულო მოსახლეობის და განსახლების ბანკი როგორც ილიას ჰქონდა ზუსტად ისეთი ბანკი შევქმნით ეს ბანკი იყო ივერთ ბანკი რომელიც ეხმარებოდა ქართულ სოფელს და ძალიან ბევრი დიდი საქმე გააკეთა ამ ბანკმა მაგრამ მე სახელმწიფო ჩაერია მასში ერთ-ერთი დიდი ჩინოვნიკი ნოღაიდელი ვიტყვი პირდაპირ და ეს ბანკი გაანადგურეს და მე სხვა პოლიტიკური ძალები გადაერთო და ჩვენი დიდებული შენობა ქონდა ახლა რომ ზურაბ წერეთლის თავის სახელოს ნახდა მიკუთვნებული აქ ის იყო რუსთაველის საზოგადოების საკუთრება ჩვენი ხო და იქ იყო შადრევნები ჩამოდიოდა და უზარმაზარ გამოფენებს ვაკეთებდი და ძალიან დიდი საღამოები შემოვიდა ხელისუფლება მთელი ძალით რაც შეიძლება და ჩვენ სასამართლო პროცესები გქონდა და მე აკაკი ბაქრაძეს მურმალებანიძე იყო ჩვენთან მაშინ და მთელი ქართული კულტურა დავდიოდით იქ და ჩვენის პროცესი ბოლოს უსამართლოდ წაგვაგებინეს მე გადავედით მეორე შენობაში რომელიც ილია ჭავჭავაძის კავშირები სადაც არის ესე იგი ყოფილი პოსტის ესე იგი ისა და აი იქ დიდებული დარბაზები ქონდა ჩვენ ძალიან საუკეთესო დარბაზები მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლებამ გითხრა რომ მიწა თქვენი არ არის 300,000 ლარი ვალი დაგვადო და ჩვენის დავტოვეთ და ახლა სათხართ ბატონო ახლა ჩვენ ვართ ყიფშიძის ქუჩაზე კი ბატონო ყიფშიძის ქუჩაზე ვართ ამ წუთას ჩვენ დროებით კი ბატონო მსმენელს მოусმინეთ და განვაგრძელოთ საუბარი ალო ეთერში ხართ გისმენთ მოგესალმებით თუ გესმენთ ჩვენი ხმა ისაუბრეთ დათო შემოქმედელი დათოს მინდა მიუღწევად დათო შერმადინი ვარ დათო გამარჯობა შერმადინი როგორ ხარაშები მადლობთ დიდებული პიროვნება შერმადინი ციხვაშვილი რომელიც თავადაც წერს და ზოგადად მოღვაწეა და გაზეთში აქვს და
დღევანდელ დღეს გილოცა ვართ მართ მახსოვდა. მენ ახლა რადიოსა. გენაცვალე. აბა რისთვის ვართ ჩვენ? აბა ძალიან კარგი. ძალიან კარგი. აბა კარგად ძანდებოდი. გაიხარეთ ოჯახი. ძალიან საინტერესო რამ თქვა ბატონმა ვანომ ცოტა ხნის წინ რუსთაველის პროსპექტზე იყო და გაივლიდი გამოივლიდი შეივლი რომ იყოს დღეს რუსთაველის პროსპექტზე იქნება ისეთი დატვირთვით მე არა დატვირთვით ჩვენ ესე იგი დატვირთვით აუცილებლად რუსთაველის საზოგადოება მაინც უნდა იყოს რუსთაველის პროსპექტზე დატვირთვით ჩვენ ყოველთვის ბატონი ვანო ხშირად არის ჩვენი მომსწრე რომ ჩვენი საღამოების ჩვენ თითქმის კვირა არ არის რომ საღამოები და მე ვილაპარაკებთ დღევანდელ მდგომარეობაზე უკვე რა გავაკეთეთ მე ეს იგივე იმ ქართულ ენასთან დაკავშირებით თქვენ წესრებოდით ძალიან დიდი ის ჰქონდათ შეკრებები მაგრამ ჩვენ სხვა დროში ვართ და ამ დროს ესე იგი სამწუხაროდ ეს არის PR ტექნოლოგია მე ეს პრობლემა არ გადაიჭრა ესე იგი იმიტომ რომ აი ეს მე კიდევ ერთხელ ვიტყვი თქვენს მიმართ მადლობას იმიტომ რომ თქვენ პირადად და ქართული რადიო ამას ახსოვს ყურადღებას მაგრამ სატელევიზიო სივრცე კლასიკურ მემკვიდრეობას თქვენ ვერ ნახავთ ვერცეთ გადაცემას ქართულ კლასიკოსზე ვერ ნახავთ რომელიც არ იქნა საერთოდ გაშუქებული არ ჩატარებულა ილია ჭავჭავაძის აკაკი დავით გურამიშვილის ვაჟა-ფშაველას იუბილე რუსთაველის საზოგადოებამ ჩაატარა ეს ვაჟა-ფშაველას იუბილე ჩვენი ხარჯებით ჩავატარეთ პანტომიმის თეატრში სტუმარ მასმიძელი დაიდგა და მოვიწვიეთ ჩვენ ქართული საზოგადოება მაგრამ ვამბობ არც გაშუქებულა ან თუ გაშუქდება სადღაც საპნის რეკლამის გვერდით ერთი ნახევარი წუთით ისიც 3 საათის ეთერის შემდეგ არ შედის საინფორმაციოში ცხრიანის ინფორმაციაში არ გადის და ვეფხისტყაოსანზე როდესაც ჩავატარე ღონისძიება და ესე იგი 300 წლისთან დაკავშირებით ვეფხისტყაოსანზე რო ჩავატარე ღონისძიება და შემდეგ წიგნი გამოვეცით რუსთაველის საზოგადოებამ ქართველი პოეტების ვეფხისტყაოსთან მიძღვნილი სხვა ეთერებიდან გვითხრეს რომ აიო თქვენო ისავ ერთი თვის უკანო ესეთი ღონისძიება ქონდათო და კიდევ ერთხელ ხო ქონდათო მე უთხარი ყველა საათში იბარებთ ყველა ეთერში პოლიტიკოს ხელმოწარულს ქვეყნის დამანგრეველს იმას ამას და გააქვთ ეს ჩარტვები ლაპარაკობთ ყველაფერზე გაუთავებლად და ნუ თუ ახლა რუსთაველის თვეში მეორე 3-4 საათი გადის პოლიტიკური თოქშოუები და არაპოლიტიკური შოთა რუსთაველის წელიწადში რო 1 საათი მიეძღვნას რათა შევდები ხო და ამიტომ ეს არ არის ამიტომ ამას საზოგადოება ვერ ხედავს ეს არ ჩანს აბსოლუტურად ხო, გარდა ამისა ახლა მე რადგან კულტურაზე მიდგა საკითხი მინდა ვთქვა რომ მე გახდით მსოფლიო პოეზიის ფესტივალზე ერევანში და მე გავოგნებული ვიყავი მათი დამოკიდებულებით კულტურის მიმართ. სომხეთში კულტურა არის პრიორიტეტი. ჩვენ ამას ვერ ვიოცნებებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვეულებრივი დარგი რაც უწყება არის რომელიმე სამის დროზე თუნდაც იმის მიახლოებითი ყურადღება რო ქონდეს ქართულ კულტურას ჩვენ ვიქნებით უბედნიერესი ხალხი. იმ დონეზე ჩატარდა მთელი მსოფლიოდან მოწვეული იყო ესე იგი ავსტრალიიდან, ამერიკიდან და ბოლოს შემთხვევით მოხვდი ეკონომიკის მინისტრის ვიცე-პრემიერის გვერდით და ვიგნებით თქვენ ეს როგორ შეძლებთ ჩვენ ხო ამაზე ვერც ვიოცნებებთ და როგორ ხედავ რომ ინფრასტრუქტურაში ისე ძლიერი არ ახართ არც ეკონომიკა და ჩვენ ვიცით რომ მე შეიძლება ისე ვერ გძნობდე და არ მიყვარდეს კულტურა როგორც ხევს მაგრამ მე ვიცი რომ მე გადავრჩე თანამედროვე მსოფლიოში მე სხვა გზა არ აქვს მე ამ გზაზე უნდა დავდგე რომ ჩვენ კულტურა და მეცნიერება ხო მეცნიერება ამ ეს არ ჩემისა ახლა ვინ გათვლის და ვინ იოცნებებს თქვათ ევროპული ქვეყნების იმაზე მაგრამ აი მე ოფიციალურად ნანახი მაქვს რომ გოეთეს საზოგადოებას ბრუნვა წლიური აქვს 3 საქართველოს ბიუჯეტის ხელა ამ ხელა რა მან კულტურა არ არის იაფირა მე კულტურა ბერტოლუჩის უწერია დიდ რეჟისორს რომ კულტურა უნდა ზოგჯერ ხმეხებში დადო და მილიარდებით გაისრულო ის რო აქ არის ასეთი გოეთეს საზოგადოება ასეთი ძლიერი არის სერვანტესის საზოგადოება ასეთია შექსპირის საზოგადოება ასეთია დიუმას ცენტრი და აქ რა ქვია გოეთეს, ხესეს და თომას მანის და იმას რა როგორი ოფისები აქვს თქვა და ასეთ სოფლიოში და აბა ჩვენც ასეთივე ვართ ჩვენ თელ სოფლიოში გვაქვს ისა ორგანიზაციები მაგრამ ამას ხო შეიძლება სახსარი და სად ბატონო დავით მოდით ეს თემა კიდევ უფრო გავშალოთ ხო სად გეტყვით ახლა ხო საზოგადოებრივ ყველაზე ძლიერი და ყველაზე ისტორიული ყავს ისრაელში მაგრამ იქაც ესე იგი ხან ამ ბოლო დროს გვინდა რომ გავაცოცხლოთ. ახლა ჩვენი წარმომადგენელი ყავს გაგზავნილი რუსთაველის საზოგადოების სპეციალური წარმომადგენელი ქალბატონი ლეილა ნოდია. ამჟამად 2 თვით მივლინებულია და ის მიდის იქ და ესე იგი ლაპარაკებები აქვს რომ კიდევ გაცოცხლდეს ეს სიტუაცია და საკმაოდ აქტიური ქალბატონი მზადდება ქალბატონი ლეილა. ხო და მას დიდი კონტაქტები აქვს იქ და იქ ჩვენ გვინდა რომ ახლა იქ ფიქრობთ კიდე განახლებაზე ჩვენ იქ რობერტ ენუხაშვილის
ბუთხაშვილია, მეცნიერი ჩვენი შესანიშნავი პიროვნება, ქართული სულიერი ენათ მეცნიერი და ბევრია საერთოდ ამ ქვეყანაში მართლა მისაბაძად გვაქვს საქმე ქართული კულტურისადმი ყურადღების თვალსაზრისით. კი ბატონო, ამავე დროს გერმანიაში, ბონში, ბერლინში გვაქვს საზოგადოება ჩვენ და ახლა ბონში ახლა გაიხსნა. გვაქვს საზოგადოება პეტერბურგში. იქ ბუთხაშვილი არის ასეთი პოეტია ის და ბიზნესმენია. და პრეზენტაცია იყო ცოტა ხნის წინ. ხო, და ჩვენ ბატონო მას გადაწყვეტილი აქვს რომ რუსთაველის ბიუსტი დადგას. იქ პატარა ლიტერატურული რაღაც კაფე და ეს გააკეთა ამ პიროვნებამ. იქა და ბევრ კულტურულ საქმიანობას ეწევა. ამავე დროს ჩვენ ახლა ესპანეთში ხსნით, მალე გაიხსნება და მიდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ესე იგი ზოგან სუსტათა, ზოგან ძლიერად არის, იმიტომ რომ ამას ჭირდება მე როცა ვთქვი სახელმწიფო პოლიტიკა, ამას კულტურის ატაშეების დახმარება ჭირდებათ, იცით? ახლა ჩვენ დავდეთ თეფთხელ შეყრულებას ირანის ელჩი ყავდა რუსთაველის საზოგადოებაში, ფირდოუსის საზოგადოებასთან. მაგრამ ახლა ფირდოუსის საზოგადოებას რომელსაც 10 მილიონია ხანგარისი ფირდოუსის ირანის სადაც კულტურა არის რაღაც უმაღლეს დონეზე აყვანილი ირანის ელჩი მოვიდა იმის გამო რომ დავუშვათ ჩვენ ესე იგი აი ეს მემორანდუმი გაგვეფორმებინა და ამაზე მიდის ახლას. ახლა წარმოიდგინეთ რომ ქართული პოლიტიკიდან საქართველოს ელჩმა იზრუნოს რუსთაველის საზოგადოებაზე სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ხო ამხელა აი ეს მან იმათ იცის ჩვენი ხალბატორი საქართველოში მე ვამბობ დიდებული ხალბატორი ბელაშალვაშვილი მასლა თარგმნა შაჰნამე და ეს ტიტანური შრომა ამ პატარა გაფანდარა ქალმა ავატყოფმა ქალმა გაასრულა და ჩვენთან იქ საღამო ყავდა და მაშინ საელჩოს წარმომადგენლები ყავდა მოწვეული ყველანი ირანის იმან რა ქვია პრეზიდენტმა გადასცა წლის საუკეთესო ნაწარმოებისთვის 20,000 ევრო და საპატიო ისა და სიტყვით გამოვიდა თვითონ მათ იციან ომის დროსაც კი ირანში იმა დააფასეს და ჩვენთან მარტო მე გავაკეთე გადაცემა მოიყვანე ხო ამიტომ ვლაპარაკობ ხო ამიტომ იმათ იციან რომ კულტურა ომის დროსაც კი და სამოქალაქო ომი რო ქონდათ მათ სამოქალაქო ომი მათ ესე იგი მაშინ გააძლიერეს წიგნების გამოცემა და ეს კულტურა და არანაკლებ საინტერესო სივრცეა კულტურის თვალსაზრისით თურქეთი ბატონა დავით. თურქეთში ჩვენ ვაპირებთ ახლა წასვლას, ძალიან დიდი პროექტი გვაქვს. ჩვენთან კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ ხალბატონი მარიკა კვალეაშვილი და მე მინდა მას აქედან მადლობა უთხრა რომ ახალგაზრდული შემართებით დიდი თქვათ პროფესიონალიზმით ის ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს და ჩვენ იმერეთში ვყავს ესე იგი რუსთაველის საზოგადოების რეგიონალური ესე იგი საზოგადოების თავმჯდომარე პროფესორი ავთანდი ნიკოლაიშვილი. მით უფრო რომ უკაცრავად გაწყვეტინებთ სწორედ დღეს დილით იყო პიკის საათში გქონდა ჩვენ სატელეფონო ჩართვა იქ არის ქართულენოვანი რადიო მაუწყებლობა ბატონო დავით ეს არ არის პატარა ბერკეტი საიმისოთ რომ ამხელა აუდიტორიას მიაწვდინო შენი ხმა და ჩვენ ვაპირებთ იქ დასვლას იქ არის რიონი ტელევიზია არის პროფესორი თამარ გვინიანიძეა ჩვენთან ერთად და ესე იგი ტარიელ ფუტკარაძე და მეცნიერები და ჩვენ ვაპირებთ წავიდეთ და გეგმები გვაქვს თქვა თურქეთთან დაკავშირებით ასევე ადგილზე თქვა ვცდილობთ რომ ყველა რაიონში ვყავდეს ეს ისა, იმიტომ რომ ძალიან მას ფინანსური ხელშეწყობა ჭირდება და ბევრი რამ გვაქვს თქვა ძალიან ჩვენი მთავარი ცენტრი არის ეს სადაც ჩოთაობა ტარდება ასპინძა ხალხი ხედა ისა ჩვენი მერაბ ბერიძე დავნიშნეთ პროფესორი და ახალციხის არაჩვეულებრივი ქართველი ხო ამ უნივერსიტეტის რექტორი ამჟამად არის ესე იგი აი იმ რეგიონის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე კი ბატონო ჩვენს მენერგველოდება ბატონო არ დაგავიწყდეთ რატო ხარ ქართველია ხო ხო და მე ჩვენ არ დაგიჭერთ მსმენელს მიმართა დიდი სიყვარულით მოგესალმებით რომ მეორე ჩავერთე მაგრამ ისეთი საინტერესო თემაა და თან რაღაც ისეთი მონატრებული რა ვიცი მე რადიოს მსმენელი ვარ მაგრამ რაღაც მივიწყებული და გამიჩნდა შეკითხვა რომ აი დახმარების გარეშე რასაკვირველია დღეს ეს ისეთი საზოგადოება და ისეთ საქმეს აკეთებს თუ მიუმართავს ამ საზოგადოებას ბატონი ბიჯინა ივანიშვილისათვის რომელიც ასეთი მეცენატია ამდენი რამე გააკეთა და სკოლებში კიდევ თუ შევიტანთ თუ დაგვიდგება გვერდით თქვენ თუ დაგიდგება
მოგებად გვერდით განათლების სამინისტრო და კიდევ მცირედია შეიძლება ეს უმნიშვნელო არ იყოს მაგრამ რუსთაველის გმირის სახელები აღარ ერქმევა ახალ დაბადებულებს. აი ესეც მაწუხებს ხოლმე. დიდი მადლობა თქვენ რომ მოიწვიეთ და ამ თემას და ნეტავ კიდევ რამდენჯერმე გააშუქოთ. დიდი მადლობა. გავგცემთ პასუხს ხალბატონო, ჯერ დავიწყებთ იმით რომ კიდევ ერთი მსმენელია ბარემის იჭაბ. გისმენთ ეთერში ხართ? არ გამექცეს. დიახ. მადლობა მე ძალიან დიდი პატივისცემით მინდა ბატონ დავით დაბადების ქალბატონო ცისანა თქვენ ბრძანდებით მატრიერებით აღნიშნო მისი თანადგომა თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონის მიმართ ის ყველა ღონისძიება თითქმის შეძლების დაბარად ყველა ღონისძიებას ესწრება და ყველა ღონისძიების ანალიზს და შეფასებას აკეთებს მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გითხრათ ბატონო ქალბატონო ასეთი შესანიშნავი სტუმრისთვის და მას ხანგრძლივი სიცოცხლე წარმატებები და წარმატებები უსურვოთ. დიდი მადლობა კალბატონო. ქალბატონო ცისანა, მადლობა თქვენ რომ თქვენ ნაკეთებთ ულამაზეს საღამოებს. ნამდვილი კულტურის ოაზისია ის რაც ხდება და მე რა უფლება მაქვს რომ თუ კი ოდნავ მაინც შესაძლებლობა მაქვს ჩემი მართლაც ძალიან გართულებული დღის რეჟიმიდან რომ არ მოვიდე და არ მივიღო მე თვითონ სულიერი სიამოვნება და რა თქმა უნდა მე აქედან მე გისურვებთ კიდე წარმატებას იმიტომ რომ ქართული წიგნი საერთოდ ზოგადად თორცესა წიგნი თავდება მეხსიერებას თავდება კიდევ ერთი სვენელია ბატონო არ დაგვიწყდა მეც მახსოვს ალო მოგესალმებით ალო დილამშვიდობის მოგესალმებით ძალიან კარგი გადაცემა გახდა საერთოდ კულტურის შესახებ მხოლოდ რადიოდან ვიგებ სამწუხაროდ მე მინდა ერთი ფაქტის შესახებ თქვა აი ვეფხისტყაოსანზე იყო ლაპარაკი გამოკითხვა იყო ქუჩაში და ახალგაზრდა გოგონები მოდიან და ეკითხებიან ვეფხისტყაოსანი ვინ დაწერა და ილია ჭავჭავაძემო ისიც რა დამემართა ნუ არ ვიცოდი რა მეკრედა ისიც წავიდნენ მერე სიცილით ეს ხო კატასტროფაა პირდაპირ აი არ ვიცი რა დიდი მადლობა თქვენს არის ბოდიში ამ სიტყვისათვის მაგრამ ვინ არის საქართველოში მამათ მავალი გეტყვიან იმიტომ მხოლოდ ამაზეა გადაცემა ჩვენს ტელევიზიებში, რომლებიც საერთოდ დასახურია მე მგონია რა. თქვენ ზარისთვის მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ აქ ერთგვარად ცოტა სურვილი გამიჩნდა ჩვენი ახალგაზრდების დაცვის, იმიტომ რომ ბატონო დავით თქვენც და ბატონო თქვენც გაქვთ ახალგაზრდებთან ურთიერთობა სტუდენტებთან, იმ თაობებთან, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის მომავალია. ამ გამოკითხვებსაც ერთგვარი სპეციფიკა აქვს, ბატონო, ხანდახან მართლა ძალიან მწყდება გული, რაღაც არ არის ეს სრული და რეალური ჩვენი ახალგაზრდობის მახასიათებელი ხო მაგრამ აი ქალბატონის სწორი იყო იმაში რომ მაგრამ კი ბატონო რაზეც არის აქცენტი ახლა ახალგაზრდა უყურებს ტელევიზორს აი იქიდან რასაც აწვდიან გასაკვირველია ის რჩება ამ იმაში მაგრამ როგორც კი დაელაპარაკები როგორც კი აუხსნი საკუთარ როგორც კი გააგებინებ და მოუყვები რა არის ღირებული და რა არის ღირსეული მაშინვე იცვლებიან მე სტუდენტებთან შემივარ აი ხედავ რომ სტუდენტი ლექციაზე იცვლება როცა დაანახებ თავის ფუნქციას დაანახებ როგორი უნდა იყოს და რა უნდა იყოს და რა არის ღირებული და მნიშვნელოვანი აი მე ვატყობ რომ აი ლექციაზე ვაჩვენოთ ვასწავლოთ და მე მოვთხოვოთ კიდევ ერთი მსმენელია გისმენთ ეთერში ხართ არ გაცადეთ ბატონო დავით პასუხი მოგესალმებით გამარჯობათ ქალბატონო ეკა მოგესალმებით ანუ საერთოდ მთელი საზოგადოების მაგერებას გამოხატავთ თქვენს მიმართ თქვენ ქართულ კულტურას არაჩვეულებრივად აი სიტყვები არ ყოფნის რომ ემსახურებით ეხლა იმ ქალბატონს აი ხა წინა მსმენელმა ნამდვილად გულისკივილი გამოთქვა რომ ბავშვებმა არიციანო და რო კითხავ აღარა და საოცრება ეხლა ჩვენ სკოლაშიც გავდიოდით მე 67 წლის ქალი ვარ სკოლაში შემდეგ უნივერსიტეტში და ყოველი კითხვის შემდეგ ახალი უმაღლესი ცნობიერება ვლინდებოდა ყოველ 2 წელიწადში რომ გადაიკითხო ვეფხისტყაოსანი რაღაც დიდ განვითარებას გაძლევს შინაგანად და საერთოდ ხომ ვეფხისტყაოსანი ჩვენი რუსთაველის დიდებულის ბიბლიის დონეზეა ბატონებო ამას გულახდილად ვამბობ და მთლიანად არ შემომედაოს თუნდაც სოფლიო ლიტერატურა და სოფლიო ლიტერატურის კოლიფები რომ ეს არის ბიბლიის დონეზე ასული ჩვენი მართალი მზანდები დიდი მადლობა მადლობა თქვენს და ისიც უნდა ითქვას ახლა სწორედ აი პოეტების ღვაწლით დამსახურება კიდე მე არ შემიძლია არ ვახსენო შოთა ხოდაშნელი
რომელიც აგერ უკვე 8 წელიწადია დაბრუნდა, მაგრამ მან თავის დროზე შექმნა ვეფხისტყაოსნის ზეპირათმცოდნეთა კლუბი და 400-ზე მეტ ბავშვს ასწავლა ზეპირად ვეფხისტყაოსანი. ხო, რასაკვირველია, აი ეს მცდელობები, რასაკვირველია რუსთაველის საზოგადოებას ბატონ დავითს აქვს, მაგრამ თუ არ იქნა დახმარება, თუ არ წამოყვა ამ იდეას, ეს არის სკოლა თუ ეს ჩვენი შემოქმედება დიდი მოგზაურებული და ინტელიგენტი ყოველთვის მოგზაურებულია. აი გულისკივლით ვამბობ, მიმართოს აუცილებლად, ეს აუცილებლად უნდა მიმართოს, მოგზაურება არა, საჭირო, აი ბიზნეს, იმიტომ ის არის ახლა ფულიანი კაციო რო იტყვიან და ჩვენი გასაგებია. კი ბატონო, მოგახსენებ. მართოს, ეს გააკეთოს ბიზნესს. დადგა პასუხის დროც. მოგახსენებ, დავიწყე კოლოგითვიდან დაუბრუნდები, ახალგაზრდებზე საუბრობდით, მე მაგალითად რასაც ვაკვირდები, ძალიან პოლარიზებულია. არის ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც მართლა შეიძლება ესე იგი ყველა ქართული ამბანი არ იცოდეს ბოლომდე და სასწაული რაღაცა შეხვდებით ისე იგი რომლებმაც მართლაც ქართველი მეფეების ესე იგი ვერ დაასახელებენ, მაგრამ არიან უნიჭიერესი და ძალიან წიგზე ორიენტირებული ახალგაზრდებიც არიან. ეს ორი მომენტი არის. განსაკუთრებით პროგრესულები ბატონო და პროგრესულები. ესა ერთი მაგრამ ეპოქას ბატონო და ერთი რამ არის აუცილებლად ხაზგასაცვლელი. ეხლა ესე აი მაინც მოქმედებს მეთქი ტელევიზიები საზოგადოებაზე. ღმერთმა დაიფაროს, რომ აი ესეთი უწიგნური, ესეთი გაუნათლებელი იყოს ჩვენი ახალგაზრდობა არის არაჩვეულებრივი. ეს არის ერთი ფენა, რომელიც ქუჩაში ჩანს და ამას გარდა თქვენ სწორად თქვით, ტელევიზიის და სეთო თვითონ რადგან 21 საუკუნეა და რაღაცა თქვათ ნანოტექნოლოგიების და ისა ჩვენ 90 წლის თავი წერათა კავშირის იყო და მარჯანიშვილის თეატრში და ერთობლივ ხაზებს მომზადებდით მე და ჩემი მეგობარი მწერლები და იქ ახალგაზრდა ბიჭი იყო და ყველა იმას ეკითხებოდა კომპიუტერთან დაკავშირებით ისეთ ინფორმაციული ის ჰქონდა და აკეთებდა ყველაფერს გარდა ამისა ინფორმაციებს გვაძლევდა და ბოლოს ახლა ასეთი ნიჭერი და ჩვენ შევაქეთ ახლა ეს და ბოლოს დაუდეთ ისა უთხარ ჩვენ ახლა წავალთ და აი ქართველი მწერლების ფოტოები არის და აი ეს დაალაგეთ ნიშნიანიძე ლებანიძე კალანდაძე და ესენი საერთოდ არიცოდა მე უცბად მე ჩვენ რო ვესაუბრეთ და წავიდა მე დაიწყო კითხვა და ანუ მართლაც უნდა მიმართულება ამას და მართლაც ჭირდება ახლა რაც შეეხება იმ საკითხებს ესე იგი ჩვენ მაინც ესე იგი ოფიციალური ხელისუფლება რადგან არის დაუშვათ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ჩემო ბატონო ჩვენ უკვე მივმართეთ მას ოფიციალურად ეს 8 იანვარს შევიდა წერილი რუსთაველის საზოგადოებიდან რომ 850 წლის თავი არის 2016 წელს მოიხსენება თუ 1966 წელს ძალიან დიდი მასშტაბით ჩატარდა რუსთაველის იუბილე რომ შეიქმნას სახელმწიფო კომისია რომ ამ კომისიის თავმჯდომარე იყოს პრემიერ-მინისტრი და მოადგილე კულტურის მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და გარდა ამისა რუსთაველის საზოგადოება იღებს პასუხისმგებლობას, რადგან მასთან არის რუსთველოლოგები, მას აქვს დიდი ესე იგი ამისი გამოცდილება, რომ ხელისუფლებასთან ერთად ამ დიდ ღონისძიებას სათავეში ჩაუდგეს და ეს წინადადება მისულია და როგორც ვიცი მზადდება ჩემი და პრემიერის შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და ესე იგი ეს მომენტი არის. რაც შეეხება ბატონ ბიძინას ფიქრობ ჩვენ მასაც ვიცით რომ ის თქვათ მის კეთილ ჯერ ჩვენ როგორც ორგანიზაციამ დაველაპარაკეთ სახელმწიფო სტრუქტურას გამიგეთ. ახლა განათლებაზე ვიტყვი რომ სკოლებში შედითო მინდა ვთქვა რომ ქალბატონ მარიკა კვალიაშვილს დიდებული იდეა წამოაყენა რომელიც არის ის რომ თბილისში საჯარო სკოლებში ჩატარდეს მუსიკალური ფესტივალი. ფესტივალის სახელწოდება არის ხეი ვინ მოდის მანდ მომავლიდან. აქ იქნება მხოლოდ ქართული სიმღერა, ქორეოგრაფია და ფერწერა. ჩვენ ყავს ჟიურის თავმჯდომარეა მარიკა კვალიაშვილი, შედიან ვაჟა აზარაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, ომარ მხეიძე, თენგიზ უთმენიძე, ლალი ვარდანაშვილი, თქვენი მონამორჩილი და ბატონი რეზო ადამია. ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვაკეთებთ ამ პროექტს. ჩვენ ვიყავით პირველ სკოლაში
და საკმაოდ კარგი ესე იგი შთაბეჭდილება დატოვეს ბავშვებმა და პედაგოგებმა და ამის შემდეგ ჩვენ 24 აპრილს გვექნება უკვე 51 საშუალო სკოლაში ჩვენ მოვივლით თბილისის ყველა სკოლას ეს არ არის ისეთი კონკურსი სადაც ვიღაცა იჩაგრება და რა ჩვენ საუკეთესოებს ამოვარჩევთ და მე განსაზღვრული გვაქვს რომ ფილარმონიაში ჩატარდეს დასკვნითი კონცერტი სადაც ფესტივალი უფრო სწორედ სადაც იქნება სკოლებს შორის შეჯიბრება და იდეა საიდან წამოვიდა ხალბატონმა მარიკა მოყვა ასეთი შემთხვევა რომ ჟიურიში არის სადაც გამოდიან ქართული ესტრადის მოღვაწეები ისინი წარმომადგენლები და ბოლოს ეუბნება იმღერა ახალგაზრდა სიმღერა და უცხოურად და მე ეუბნება რომ ახლა ქართულად ერთი სიმღერა მაინტერესებს ქართულადო და ისე ჩემთვის ეს უცხოა ვერ მიმღერებ ანუ ქართულ სიმღერაზე თქვა ჩემთვის უცხოა და აი მაშინ უკვე აი ეს იდეა წამოვიდა აი ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის ერთი მსმენელი გველოდება გისმენთ ეთერში ხარ და მოკლედ ვასრულებთ ჩვენ გადაცემას მოგესალმებით საბდებადების დღეს ხანძრის სიცოცხლეს და მოღვაწეობას უსურვებ ძალიან სასიამოვნო თემა სამყარო მე ერთ-ერთი რაიონი გესაუბრებით სადაც შექმნილი იყო ეროვნული მოძრაობის აღმავლობის წლებში ყველგან იყო რუსთაველი საზოგადოება და შეიძლება ითქვას შეჯახის წევრები ინიციატორები იყვნენ სხვათან ერთად ამ პროექტების შექმნისას ყველაზე საერთოდ მაშინ შეჯახიდან გაეცემა დიდი მადლობა დიდი მადლობა აი ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება დავით შემოქმედელს დღეს ერთი ლექსი ვერ ვთქვით მაგრამ მე მაინც უნდა წავიკითხო ერთი ლექსი ჩემს სამშობლოში მე ემიგრანტი ასე ქვია დავით შემოქმედელის ლექსი რომელთაც მთავრდება ეს ერთტომეული რომელსაც ქვია პოემაა ეს და ამ პოემის PS-ში კითხულობთ არ მეძინება ცოდვის ღამეა და ერთი მწარე ფიქრი მაწუხებს სამშობლო უკვე გაყიდულია რომ ცრემლი ყელში მაჭდობს მარწუხებს ეს ყოფა რა გრძელი ქვითინი ჯვარცმის რამწარე ჟამი მელოდა ჩემს სამშობლოში მე ემიგრანტი სამშობლოს ვეძებ საქართველოსდან სინათლე თითქოს დამარხულია რა ეშველებად ჩიტებს ავდარში და გადარჩენიც ფიქში ოცნების ჩუმად შევდივარ როგორც ტაძარში აი ამაზე მკაფიოდ ძნელია გამოხატოს პოეტმა საკუთარი მოქალაქეობრივი მრწამსი და დავით შემოქმედელს აი ეს მრწამსი გააჩნია ეს სულისკვეთება გააჩნია ამით ცხოვრობს ამით არის და მინდა რომ მას წარმატება უსურვო კიდევ ერთხელ მიულოცო დაბადების დღე სიკეთე სიხარული და გამარჯვება და რუსთაველის საზოგადოების რუსთაველის პროსპექტზე დაბრუნებას უსურვო კი ბატონო და მე კი მინდა მიუხედავად იმისა ძალიან საქმიანი და საინტერესო ეთერი გქონდა ბატონო ვანო დავით შემოქმედებელი პოეტი ვისტუმრო ამ ეთერში კიდე ერთი ვალი გაქვთ ერთი ეთერის ვალი გაქვთ მე მგონი უარს დიდი მადლობა მსმენელს განსაკუთრებული მადლობა დღევანდელი აქტიურობისთვის და მინდა გითხრათ რომ ამ გადაცემას დღეს ვეღამით 23 საათსა და 10 წუთზე უკვე ჩანაწერის სახით მოისმენთ ხაზის რადიო